ყველას მოგესალმებით. მე ვარ ეკატერინე, ეს არის ჩემი ვიდეო ბლოგი და დღეს როგორც იქნა დადგა მაკიაჟის ვიდეოს დრო. როგორც ხედავთ, სახე მომზადებული მაქვს მაკიაჟისთვის, დატენიანებული. ეხლა კი ამაზე დრო აღარ დავკარგე და პირდაპირ მაკიაჟზე გადავიდეთ. დღეს გვექნება დატესტვის ვიდეო. ეხლა გაჩვენებთ რა კოსმეტიკა მინდა რომ დავტესტო. ზოგი ეხლახანს შევიძინე, ზოგი მაჩუქეს და ზოგი ძალიან დიდი ხანია უკვე მიდევს და სულ ველოდები აი ამ მომენტს რომ თქვენთან ერთად დავტესტო და როგორც იქნა ხმარებაში მოკლედ წავიდეს ეს კოსმეტიკა და ჩემს ძირითად კოსმეტიკის უჯრაში რომ ჩავარდე. ამიტომ დროზე მინდა რომ თქვენთან ერთად დავტესტო და მე უკვე დავიწყო გამოყენება თუ რა თქმა უნდა მომეწონება. ეხლა გაჩვენებთ დღეს რისი დატესტვის ვიდეო გვექნება. ესე იგი აი ესეთი Art Deco-ს კონსილერი. ეს კონსილერი მაჩუქეს და ჯერ არ დამიტესტავს, ძალიან მაინტერესებს. იმედია რომ თქვენც დაგაინტერესებთ. ასევე დღეს აი ესეთი მესაუდას BB კრემი გვექნება. საერთოდ არ ვიცი როგორი ფერია და თქვენთან ერთად ვნახავ. კიდევ გვაქვს აი ესეთი ბრონზერი OG-ს. ცოტა ისეთი ფერია, არ ვიცი ვნახოთ, ეს უფრო ზაფხულისთვის არის ალბათ. რაღაცა რუჯზე წასასმელი, მაგრამ მე ეხლა დავტესტავ მაინც. მაინტერესებს როგორ დაჯდება ეს ფერი. ასევე მინდა ტარტის აი ესეთი საყვარელი პატარა ულამაზესი ფერის ბლაში, სხვათა შორის მგონია რომ ძალიან კარგი იქნება, რატომღაც ჩემი აზრით ბლაშისთვის იდეალური ფერი არის ეს და აბა ვნახოთ. ასევე მინდა დავტესტო აი ესეთი უშას ფანქარი და ტუჩსაცხი, მაგრამ უფრო მეტად ფანქარი მაინტერესებს, როგორი იქნება, იმიტომ რომ ეს არის ტუჩის ფერი და მაინტერესებს მომიხდება თუ არა. ესეთი Maybelline-ის ტუჩსაცხიც უნდა დავტესტო აუცილებლად. ერთ-ერთი კომენტარი იყო, მახსოვს, სადაც მთხოვეს, მე მგონი იზა მითხრა, თუ არ ვცდები, რომ ძალიან მაინტერესებს Maybelline-ის ტუჩსაცხიო და მე მგონი ამაზე ამბობდი და ამიტომ აუცილებლად დავტესტო ამ ვიდეოში, რომ არ დამოვიწყდეს და ესეთი კიკოს ნოლორი Smart Eyeshadow. აი ესეთი ახლა გაჩვენებ ბზინავი. ნახეთ როგორი ლამაზია. ესეთი ბზინავი ჩრდილები და ძალიან მაინტერესებს თვალებზეც თუ ესე იბზინებს. ჩვენი მაკიაჟის დროც დადგა. ეხლა მოვიშოროთ ეს პაჩები, უკვე საკმარისად დამიტენიანა სახე. ესე იგი, ეს არის მესაუდას BB კრემი Medium 402. აი ესეთი ფერი. ძალიან კარგი ფერი ჩანს. ეხლა ვნახოთ როგორ იქნება სახეზე. ოდნავ ღია, მაგრამ ესეთი კანის ფერი არის. ფუნჯით გადავინაწილებ. ძალიან გამჭვირვალეა. მე საერთოდ მიჩვეული ვარ მისშას BB კრემებს. და ეგ არის იცით როგორი, აი როგორც ტონალური თითქმის. დიდად არ განსხვავდება ტონალურისგან. ანუ ძალიან პიგმენტური არის და არ არის საერთოდ გამჭვირვალე. არ ვიცი, თითქოს არც წამისვამს. სუნის ასიამონო აქვს. არ ვიცი, თითქოს რაღაცა ერთგვაროვანი ფერი კი მისცა სახეს და თან თითქოს საერთოდ არაფერი არ ქნა. ცოტა ბზინვარე ეფექტი აქვს, პატარა ესეთი ბზინვარე ნაწილაკები აქვს, თქვათ მატი არ არის და საერთოდ აღწერია BB Beauty Balm. როგორც ამ შეფუთვაზე ვკითხულობ, ეს საშუალება ატენიანებს და იცავს კანსო, აძლევს ესე იგი განათებული სახის effects brightens the skin. ხო, ანუ ანათებს სახეს, მართლაც აი როგორც ვთქვი, ესეთი ბზინვარე ელემენტები აქვს და თითქოს აცოცხლებს კანს და არის უფრო იმათთვის, ვისაც უყვარს ნატურალური მაკიაჟი და ასევე არის ყველა ტიპის კანისთვისო. მოკლედ, ვისაც გიყვართ ესეთი ნიღბის ეფექტი და ან გინდათ რომ ძალიან კარგად გადაფაროს ყველაფერი, მაშინ არა, მაშინ ეს თქვენთვის არ არის. იმიტომ რომ საერთოდ არაფერს არ გადაფარავს. უბრალოდ რაღაცა ესე ერთგვაროვნად დასვავს სახეს. როგორც მე მაქვს. არ ვიცი როგორ ხედავთ თქვენ, მაგრამ ნუ სარკეში ხედავ, რომ უკეთესად მაქვს ახლა ვიდრე მანამდე მქონდა.
მაგრამ რა თქმა უნდა ის ეფექტი არ არის ტონალურის მერე რასაც ვიღებთ ხოლმე. მოკლედ ძალიან გამიგრძელდა, მე მგონი მივხვდი. ეხა ვტესტავ Art Deco-ს კონსილერს. მოდი პირდაპირ აი ესე დავტესტავ. აი ესეთი კონსილერი. იქნება ამან მაინც დამიფაროს რაღაცეები. რა ვიცი, აი ესე იყოს. ჩემს beauty blender-ს გამოვიყენებ, რომელიც არ დამისვლებია, მაგრამ არა უშავს. ესეც შეიძლება ხანდახან. ნახოთ აბა როგორ გადანაწილდება. ეჭვი მაქვს რომ ეს კონსილერი არის ძალიან თხელი და გამჭვირვალე. და ვფიქრობ კარგად არ გადამიფარავს. და აბა ვნახოთ თუ გამართლდება ჩემი ეჭვები. არა ხო? კარგად არ დამიფარა. ეხლა ვაიმედე და მოძრა ის რაღაცა. რითიც არის დამაგრებული. What? Papu აპლიკატორი აღარ მაქვს. всё. კარგად იყავითო. ამ კონსილერმა თქვა, აბა ნახოთ ნარსის თუ მოხდა. სასწრაფოდ უნდა მოვიფიქრო ახლა ამის შემცვლელი. ესეთი რამე არასდროს არ მომხსნია. ანუ აი ეს აპლიკატორი ჩავარდა შიგნით. ნარსის აპლიკატორით წავისვამ ახლა. სხვა რა გზაა. აი ესე. ესე კაი ამებს გადაურევ ერთმანეთში, ეს მაინც მუქია და ეს ძალიან ღიაა, მე მგონი. აი ესეთი ჩეპე მომივიდა. კაი, ახლა ვცდი თითით, აბა. თითით ყოველთვის უფრო კარგად ნაწილდება ხოლმე, ვიდრე beauty blender-ით. ნუ შედარებით დამეტყო. აი ახლა მომწონს. ანუ ორი ფენა წავისვი, ეგრე გამოდის, მაგრამ პირველი ფენა აი ამან შეჭამა. ეს beauty blender-ები ძალიან ღორმოცელები არიან, რო ვატყობ. მთელ პროდუქტს ჭამენ. ამიტომ თითით კი მეზარება ხოლმე, მაგრამ ამით უფრო თითქოს ადვილია, ესე უცებ გადაინაწილებ და მორჩა, მაგრამ არ ჯდება კარგად რა და ამიტომ თითით უფრო კარგად ჯდება. თითით როცა ვიკეთებ, აი ნახე, აშკარად არის განსხვავება, აშკარად დამიფარა. რამე სიმუქე თუ მქონდა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აპლიკატორი ჩაიშალა და მომიწევს ახლა სხვა თავსახურის გამოყენება, თავის აპლიკატორით რა თქმა უნდა, მაშინ ფერი ნორმალური არის და თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სტაფილოსფერი მისვია, თორე ისე მე ადრეც მაქვს თქვენთვის ნათქვამი, რომ ისე არც ერთი ფერი მე არ მეხდება საერთოდ კონსილერებიდან, აი უბრალოდ კონსილერი რო წავისვა, არ მომწონს არასდროს. ამიტომ ესეც არ არის გამონაკლისი, ეს ფერიც არის ძალიან ღია ჩემთვის, ამიტომ პირდაპირ ეს ფერი რო წავისვა, ზუსტად ვიცი, რომ არ მექნება კარგად. ამიტომ ამ ფერთან ერთად მე მომწონს. ეხლა როგორც მაქვს, ძალიან მშვენივრად მომიხდა. ეხლა გადავიდეთ უკვე ბრონზერზე. ცოტა მეშინია ამ ბრონზერის, იმიტომ რომ ძალიან არა ძალიან სტაფილოსფერია. გავრისკო? ეს რა არის? არა. ეხლა უნდა მოვიშორო რამენაირად ეს. No. Oh no. всё. არაფერი არ ყოფილა. კაი, ოდნავ ხა აქეთაც გავაკეთებ. ზუსტად ეგრე. კორეელები რო იკეთებენ ხოლმე ესე მაკიაჟს ჩუსტით რო იტყაპუნებენ ხოლმე, ესე უნდა გავიკეთო. გინახია TikTok-ზე ჩუსტით რო მის beauty blender-ის მაგრად ჩუსტით ისვამ ტონალურს. ეს დავივიწყოთ როგორც კოშმარი. ყოველ შემთხვევაში ზამთარში არა ეს ცუდი იდეა იყო აშკარად. ამიტომ ისევ მივადგები ჩემს ძველისძველ
პალიტრას და ამით დავიყენებ ფერს, იმიტომ რომ სხვა არ მაქვს ახლა ახალი არაფერი რომ დავტესტო თქვენთან ერთად. ამიტომ ეს არ იქნება ახალი, ეს არის BH Cosmetics-ის ჩემი უცვლელი პალიტრა, რომელიც ძალიან მიყვარს. მაგრამ მიყვარს ეს ორი ფერი და ესეც. ამ ფერებსაც როგორც ხედავთ, დიდად არ ხმარობ. ანუ აი ამ ორი ფერის გულისთვის ყველგან დავათრევ ამ პალიტრას, სადაც მივდივარ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და მიხდება ეს ფერები ჩემი აზრით. ეს უკვე მრავალჯერ დატესტილია. ამიტომ სწრაფად ვიკეთებ. მოკლედ ოჯის ბრონზერის დატესტვა გადაიდო, იმიტომ რომ საერთოდ ბრონზერებს ვერასდროს ვერ ხმარობ. არ ვიცი, ვინ ხმარობს ბრონზერებს, სად იყენებთ? ერთადერთი ზაფხულში შეიძლება რაღაც არც ვიცი სად უნდა წაისვა ბრონზერი, მართლა. ანუ მე ბრონზერს არ ვეძახი კორექტორს, მუქ კორექტორს, რომელსაც აი ახლა რაც გავაკეთე, აი ეს ამ ადგილებში ვისვამ ხოლმე, ეგ სხვა არის, ბრონზერი არ არის. ბრონზერი არის აი ეს, აი მოსტაფილოს პრო, ბზინავი არსება, რომელიც არ ვიცი სად უნდა წაისვა. ვინც იყენებთ, მასწავლეთ სად ისვამთ ხოლმე ამ ბრონზერებს. და ეხლა რატო ვიფიქრე, რომ ამას წავისვამდი კორექტორის მაგივრად, არ ვიცი, იმიტომ რომ დიდია და ესეთი ბუთქუნა არის და ვიფიქრე ესე ხო არ მეგდება თქო და მინდა გამოყენება ვუპოვო მაგრამ არა წეგან აშკარად შეცდომა იყო აქ რო წავისი აქ ბლოყებზე აშკარად არ წავისვამ ანუ კორექტორს ვისვამ აქ ვისვამ ბლაშს ხოლო აი აქ ზემოთ ვისვამ ხოლმე ჰაილაითერს ამიტომ ბრონზერის ადგილი აღარ მაქვს ფიზიკურად ეხლა გადავიდეთ ტარტის ბლაშზე იმედია ეს არ დამაღალატებს და ეს იმედია კი არა დარწმუნებული ვარ რომ ეს ძალიან კარგი იქნება თავარია ახლა ფრუნჯი ვიპოვო აბა ვიღიმებით და აი ამ გამოკვეთილ მრგვალ ადგილას ვისვამთ ბლაშს აი ესე და შეგვიძლია აი ცოტა იქითაც გავიდეთ ზოგს ასე უყვარს მთლიან ლოყაზე. ნუ მეც ეს უი რა კარგია. ძალიან მომწონს. ლაქასავით არ ჯდება, ძალიან ისე დელიკატურად ისმევა, ანუ ზედმეტი არ მოგივათ. აი ხო ხედავთ როგორ დავამატე, ნელ-ნელა დავამატე. ეს მე მიყვარს ჩაწითლებული ლოყები. თქვენ შეგიძლიათ უფრო ნაკლებად გაივარდისფროთ და ასევე ცხვირზეც აი ესე ოდნავ და ამ ადგილასაც აი ასე ძალიან მომწონს ეს ბლაში ძალიან მომწონს მართლა კარგი ფერი არის მომწონს ის რომ აქვს სიბზინვარე თან რაღაცნაირი ოქროსფერი ჰაილაითერი აქვს თითქოს შერეულიო ესეთი შეგრძნება არის და ძალიან მაგარი არის მომწონს ეხლა რადგანაც წარბის ფანქარიც არ მაქვს დასატესტი წარბებსაც ცოტა ფერს მივცემ რომ უფრო კარგად აღიქვათ ეს ჩემი მაკიაჟი თორე ძალიან ღია ფერის წარბები არ მომწონს და არც ძალიან მუქი აი ამ ფერს შევეჩვიე ბოლო დროს იმ დღეს ცოტა მუქი წავისვი და ვერაფრით ვერ შევეგუე ჩემ თავს გავიარე გამოვიარე და სარკეში რო ჩავიხედე მეთქი არა ეს მე არ ვარ და ეგრევე მოვიშორე და ისევ ეს ფერი დავიდე, იმიტომ რომ ძალიან მივეჩვიე, ძალიან მომწონს, ფიქრობ რომ ეს ჩემი ფერია. ნუ შეიძლება ცოტა კიდე სხვანაირი, არ ვიცი, აი მუქი ყავისფერი არ მომწონს ჩემ თავზე საერთოდ. და არც მოწითალ. აი ეს ფერი თითქოს ჩემთვის არისო. მე ძალიან შევეჩვიე. აი ესე, ძვირფასებო, როგორი საბეჭდილებები გაქვთ? ეს ბიბი კრემი ნელ-ნელა მომიხდა, ხო, როგორც ხედავთ, თვად ისეთი ცუდიც არ ყოფილა, როგორც თავიდან ვიფიქრეთ, მოდით გულწრფელად ვთქვათ. და ეხლა ძალიან მინდა რომ უკვე გავხსნა აი ეს და მინდა რომ ტუჩებზეც უკვე რამე მესვას და ისე გელაპარაკოთ. უფრო თავდაჯერებულად რომ ვიყო. ამიტომ ხსნი ამას. დღესთან 2 ტუჩსაცხი მაქვს დასატესტი, ამიტომ
ჯერ დავტესტოთ ეს ტუჩსაცხი, ეს ფანქარი კონტური და ტუჩსაცხი და ასევე დავტესტოთ თვალის ჩრდილი, კიკოს თვალის ჩრდილი. ეხლა ვნახოთ როგორ დაიდება უსშას კონტური. როგორ წაისმევა. საკმაოდ რბილია სხვათა შორის. მე უფრო ხეში მეგონა თუ იქნებოდა და მაგარი, მაგრამ არა. ვილად ისმევა. ფერიც საკმაოდ კარგია. ანუ ტუჩის ფერს გავს. ცოტა თბილი ფერია. 223 რომ არის Golden Roses, ის უფრო ისეთია ცივი ფერია რაღაც თითქოს. ეს უფრო თბილი ფერია. ой, კარგია ძალიან. ესეთი უმაკიაჟო მაკიაჟისთვის. ანუ ვისაც არ უყვარს ძალიან მკვეთრი მაკიაჟი, მათთვის მე მგონი იდეალური ფერია. მაგალითად ყოველდღიურად მეც არ მიყვარს ძალიან ისეთი მკვეთრი ფერები და ყოველდღიურობაში ხო, მამა არის გაუღეთ რა. ეხლა ვნახოთ ტუჩსაცხი. ესეც მსგავსი ფერია, ესეთი ტუჩის ფერი. და აბა მოდით ვნახოთ. მაკიაჟ. მეიკაპ. ხო. და აბა ვნახოთ. სხვათა შორის კაი სუნი აქვს. რაღაც შოკოლადის. ზუსტად ამ კონტურის ფერია. და ესე გამოიყურება ეს ტუჩსაცხი, მე ძალიან მომწონს, ძალიან ბუნებრივი არის, ტუჩსაც კომფორტულია. არ მეწებება უაზროდ და ცოტა ხანში ალბათ დამავიწყდება კიდეც რომ მისვია. სხვათა შორის ესეთ ფერს ძალიან იშვიათად ხმარობდი ბოლო დროს და ეხლა ისევ დავიწყებ. ეს კომბინაცია, ეს ორი ფერი ერთად მშვენივრად გამოიყურება. ის ზუსტად ერთი და იგივე ფერია, ეს უბრალოდ ფანქარი არის, ჯერ სწორად რომ წაისვათ კონტური და შემდეგ უკვე ფერი კარგად დააფიქსიროთ აი ამ ტუჩსაცხით. ეხლა გადავალ ჩრდილებზე, აი ამ კიკოს ჩრდილებს დავტესტავ და მანამდე თქვენ კარგად დააკვირდით კიდე ამ ტუჩსაცხს, იმიტომ რომ მალე მოვიშორებ და ამ ჩრდილების მერე უკვე დავტესტავ აი ამ Maybelline-ის ტუჩსაცხს, რომელიც არის მატის. არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია რომ ესეც ამ ფერი იქნება, იმიტომ რომ ეს ძალიან გავს და აქ არსად არ წერია ფერი, უბრალოდ წერია 80 ნომერი და ძალიან მაინტერესებს რა იქნება, ამიტომ ეხლა დააკვირდით ამას, ცოტა ხანში მოვიშორებ და უკვე ამას დავტესტავ თქვენთან ერთად Maybelline-ს და მანამდე აი ესეთი კიკო. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ აი ესეთი ძალიან როგორი რბილია, ნახეთ როგორი პიგმენტური ყოფილა და ვნახოთ აბა თვალზე. ესეთი ბზინავი ჩრდილები გოგოებო, ყოველთვის თითით წაისვით ხოლმე, აი აქ შუა ცენტრში, თვალის ქუთუთოს ცენტრში, იმიტომ რომ ფუნჯი ძალიან ბევრ პროდუქტს ყლაპავს. მე გგონია რომ ჩრდილის ბრალია და ჩრდილი არ არის პიგმენტური, არა და თითით ძალიან კარგად ისმევა. შუა შემთხვევაში, აი ზუსტად ამ ადგილზე ვამბობ, თორე აქ კი, აქ უკვე ფუმფულა ფუნჯით უნდა წაისვათ ხოლმე ჩრდილები. საკმაოდ პიგმენტურია, თუმცა ამაზე პიგმენტურებიც ქონია კიკოს. ვერ ვიტყვი რომ ძალიან ისე პირდაპირ აი ამ ფერზე დასვა, მაინც ცოტა უფრო დელიკატური არის და უფრო ისე გამჭვირვალედ ჯდება. თუმცა აი კიდევ ერთი ფენა წავისვათ ახლა რომ უფრო მივიღოთ ეს ფერი, საბოლოო ფერი. კი, აი მეორე ფენაზე უკვე საკმაოდ გაამკვეთ რა. ამის დატოვება ახლა ესე ხო იცით რომ არ შეიძლება. მე მაქვს აი ესეთი Huda Beauty-ის ჩრდილები. აი ესეთი და აი ამ ფერს გამოვიყენებ ახლა თვალის უძრავ ქუთუთოზე. აი ამ ზედა ქუთუთოს გულისხმობ. ეხლა ბევრად უკეთესია, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი რომ გახდეს, რა თქმა უნდა, ლაინერიც უნდა წავისვა. აი ეს სწრაფად გადავისვი, არ ვიცი რამდენად სწორად გამომივიდა. ეს
Maybelline-ის ყავისფერი ლაინერი. ეს უკვე დატესტილია და ამ ლაინერს ვიყენებ ხოლმე ხშირად და ძალიან მომწონს. შავზე მეტად ყავისფერი ლაინერები მომწონს ბოლო დროს. თქმა უნდა, ქვემოთაც ყავისფერს ვისვამ ხოლმე აქ საცრემლე ხაზზე. აი ესეთი მაკიაჟი ამ ტუჩსაცხთან ერთად. კიდევ სულ დამავიწყდა, რომ მაქვს დასატესტი აი ესეთი Clarins-ის ტუში. აი ესეთი. აბა ვნახოთ როგორი ფუნჯი აქვს. საკმაოდ სქელი. წესით კარგად უნდა გამიხშიროს წამწამები. და მოდით აბა ვნახოთ. ტურს ყოველთვის ესე ვისვამ, ანუ სარკე მაქვს ქვემოთ და ქვემოთ ვიყურები. მეორე ფენა. ეს ერთი. არ მიყვარს ძალიან წამწამების დამძიმება, სიმართლე რო გითხრათ. ხანდახან საერთოდ არ ვისვამ ტურს. მაგრამ ესეთ მაკიაჟს როცა ვიკეთებ, ტუშის გარეშე მაინც არ არის თითქოს დასრულებული. აი ესე გამოვიდა. მე ძალიან მომწონს. ცოტა აქ გამეთხაპნა, მაგრამ ეგ ჩემი ბრალია. ისე მშვენივრად ამიპრიხა მე მგონი წამწამები. თქვენ რა სიტყვით და ეხლა მოდით მოვიშოროთ ჩვენი პირველი ტუჩსაცხი. ისე რომ ტონალურები არ მოვიშოროთ. უბრალოდ BB კრემი. ამ ფანქარს კიდევ ერთხელ გადავისო. აი ნახეთ ეს ფანქარი ტუჩსაცხის გარეშეც ძალიან მშვენივრად გამოიყურება. და აი Maybelline-ის ჯერიც დადგა. აი ესეთი ფერი არის. არა ეს არ არის ის ფერი, რომელიც მეგონა, ეს ბევრად უფრო მუქი არის, უფრო მოწითალო. არ ვიცი წითელია თუ ჟოლოსფერში გადადის, ეხლა ვნახავთ ტუჩზე კარგად. ვაუ, რა ლამაზი ფერია. ძალიან ლამაზი ფერია. ძალიან მომწონს. ეს მე მგონი ისეთი ტუჩსაცხია, კონტური რომ არ ჭირდება. ხო იცით რა შრება ხოლმე და მთელი დღე რო ძლებს. აშკარად უკვე შრება. ვატყობ. აი ესეთი ფერი არის. პრინციპში კონტური არ ჭირდებოდა ნამდვილად. ანუ აი ეს ფერია რაც აქ ხატია. ცოტა უფრო მუქი. აი ესეთი 80 ნომერი. აი ესეთი მაკიაჟი გამომივიდა დღეს. ეხლა მას გავიშლი. აი ესე. ეხლა მოდით მოკლე შეჯამება გავაკეთოთ ყველაფრის. მესაუდას BB კრემი, რომელიც თავიდან თითქოს არ მომეწონა, იმიტომ რომ გამჭვირვალე ეფექტი ქონდა და ზედმეტად გამჭვირვალე, ისეთი რომ არაფერს არ ფარავდა, მაგრამ ცოტა დრო რო გავიდა, თითქოს ჩემს კანს კარგად მოერგო და ძალიან ისეთი ერთფეროვანი და ბუნებრივი შესახედი არის კანი. უკვე გითხარით და კიდევ გაგიმეორებთ, ვისაც მოგწონთ ძალიან ბუნებრივი მაკიაჟი, ძალიან კარგი კანი გაქვთ და თუნდაც შეიძლება არ გქონდეთ ძალიან კარგი კანი, მაგრამ მაინც მოგწონთ ბუნებრივად როგორც გამოიყურება და მინიმალური მაკიაჟი გინდათ რომ გაიკეთოთ, მაშინ ეს ძალიან კარგი საშუალება არის. Art Deco-ს კონსილერიც უკვე ვთქვი, რომ ესეც ცოტა ისეთი არის, ორი ფენა დამჭირდა მე რომ მიმეღო ის რაც მინდოდა, ძალიან გამჭვირვალე არის. ესეც იმათთვის არის, ვისაც ძალიან მინიმალური პრობლემა აქვს დასაფარად დიდად ვერ დაფარავს ლაქებს. კიკოს ჭრდილი ძალიან ვჩქარობ, იმიტომ რომ ჩემი კამერა ციმციმებს უკვე მიჯდება, ამიტომ სწრაფად გეტყვით. კიკოს ჭრდილები ძალიან მომწონს. აი ნახეთ, კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. საკმაოდ კარგი არის, თუმცა ამაზე პიგმენტურებიც არის. იგივე BH Cosmetics აქვს ძალიან პიგმენტური ჭრდილები, მაგრამ ესეც არ არის ცუდი, ნამდვილად ფერიც ძალიან კარგი არის და აი თქვენ თვითონ ნახეთ, არ ვიცი, თქვენ თვითონ შეაფასეთ, როგორ მოგწონთ და დაწერეთ აუცილებლად კომენტარებში თქვენც თუ გაქვთ და როგორი კმაყოფილები ხართ საერთოდ ამ კოსმეტიკიდან რომელიმე თუ გაქვთ. Clarins-ის
ტუშიც მომწონს, უფრო აგრძელებს წამწამებს, ჩემი აზრით, უფრო მეტად ვიდრე ახშირებს. მე უფრო გახშირება მიყვარს წამწამების, თუმცა მაინც მომწონს რაღაცა ისეთი ხელოვნური წამწამების ეფექტი აქვს ამ ტურს და ძალიან მომწონს. ძალიან მომეწონა ტარტის ბლაში. ჩემთვის ეს არის იდეალური ფერი. სულ ესეც ვეძებ ხოლმე, როცა ვყიდულობ, მე არ მიყვარს ატმისფერში რომ გადადის, უფრო ცივ ფერში რომ გადადის და სიბზინვარე რომ აქვს. მაქვს ისეთი ბლაშებიც, რომლებსაც არ აქვთ სიბზინვარე მატის, რომლებიც არის და იმათ მერე ზემოდან ვამატებ ჰაილაიტერს, რომ ესეთი ეფექტი ქონდეს. არ ვიცი, მე ძალიან მომწონს, ოღონდ ძალიან ისეთი სქელი ბზინვარე ნაწილაკები არ უნდა გქონდეს. ძალიან ისეთი დელიკატური, ოდნავ აი მზეზე შესამჩნევი სიბზინვარე უნდა იყოს, ჩემი აზრით. ეს ტუჩსაცხიც ძალიან მომწონს. ეს აშკარად ნახეთ. ნახეთ. აი ცოტათი რჩება. ალბათ რა ზედმეტი წავისვი, ცოტათი რჩება, მაგრამ ისე შემაშრა ეგრევე ტუჩებზე, მალე შრება. ცოტა მეწებება ტუჩებზე და ეგ არ მომწონს და იმედი მაქვს, რომ გაივლის, ცოტა დრო რო გავა. ეგ არ მიყვარს, როცა ვგრძნობ ტუჩსაცხს, ჯერჯერობით ვგრძნობ. სხვათა შორის აი ამ ტუჩსაცხზე არ მქონდა ეს რაღაცა უფრო არ იგრძნობოდა, თუმცა ალბათ ესე არც იყო გამშრალი, ისე დამავიწყდა ეს მეჩვენებინა, მაგრამ აშკარად კრემოვანი იყო და ესე რომ გამეკეთებინა თითზე მაინც მექნებოდა, ვფიქრობ. მაგრამ აი ხა შემიძლია აი აქ გავიკეთო და ნახოთ. შეშრება თუ არა, სანამ ვლაპარაკობ. ეს ტუჩსაცხიც მომეწონა, ძალიან მომეწონა აი ეს კონტური და ეს ტუჩსაცხიც ფერიც ძალიან კარგია, ცოტა მუქია, ვფიქრობ ჩემთვის, ოდნავ აი აქ გავიღიავებდი. უფრო ღია ტუჩსაცხით, ეხლა უბრალოდ ვერ ვიპოვი ფიზიკურად, თორე ისე ძალიან ლამაზი არის. ალბათ ცოტა დაბერილ ტუჩებს უფრო მოუხდება ესეთი მუქი ფერი. მე მაინც ესე ვერ ვიხდენ, ცოტა მაშინ უნდა გავიღიავო აი აქ. ხო, აი, გავსინჯოთ. ხო, აი ესეთი არის, მოკლედ არ შრება. ანუ ეს ტუჩსაცხი არ არის ფლად ისეთი მატის და ფლად ისე არ შრება, უფრო კრემოვანი არის და რაღაცას რო შეჭამთ, ალბათ მალე შესწორება მოგიწევთ. ხოლო აი ამ Maybelline-ზე ვფიქრობ მთელი დღე ძალიან კარგად იქნება და რაღაცებსაც შეჭამთ და მაინც გექნებათ ჩემი აზრით. თუმცა არ ვიცი, არ დამიტესტავს. უბრალოდ პირველადი ესეთი შთაბეჭდილებებით მოვედი დღეს თქვენთან. ძალიან მიხარია რომ დავუბრუნდი ესეთი ვიდეოები. თქვენგანაც თუ იქნება დაინტერესება, ძალიან გამიხარდება. აუცილებლად დაწერეთ კომენტარები და ლაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი. მე კი გამშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. კარგად. გერთობით დაახლოებით 1 საათი. ვცდილობ მოშორებას ამ Maybelline-ის ტუჩსაცხის და თუნდაც წყალგამძლე ყოფილა და ვერაფრით ვერ ვიშორებ. ჩვეულებრივი მიცელარული წყლით, აი ესეთით ვცდილობ. და არ მშორდება. ჩაბეტონებულია, თქვია. მან ვის გიყვართ ესეთი ტუჩსაცხები? მოვიძრე ტუჩები. რითი უნდა მოიშოროს საერთოდ ესეთი ტუჩსაცხები? ალბათ თვალის ზეთოვანი იმით, მიცელარული წყლით? თუ რით? ხარ გაიხეხავ? აი ესეთი ყოფილა ეს Maybelline-ის ტუჩსაცხი. ესეთი პატარა შენიშვნა ამ ვიდეოში მაინც იცოდეთ. რა ვიცი. ძლივს. აბა დროებით.